სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, მრავალშვილიანი დედების ორგანიზაცია გენი ქართულის წარმომადგენლებს უმასპინძლა, შეხვედრა საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა მოწვეული სტუმრები დაალოცა და მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თავის მხრივ ორგანიზაციის წევრებმა კათოლიკოს პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს ორგანიზაციის სიმბოლო მინანქრის აყვავებული ხე უსახსოვრეს. საღამოზე ასევე გაიმართა მსჯელობა ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე. ძალიან დიდი დახმარება იქნება მთავრობისაგან თუ შექმნის პროექტებს მცირე ბიზნესის და თითო ოჯახს გადასცემს ამ პროექტს და შეიძლება დასაწყის თანხა. ჩვენ უნდა ვასწავლოთ შრომა ჩვენ შვილებს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმაზე ვინ დაგეხმარება და როდის დაგეხმარება. შეიძლება ბიზნესმენი დაგეხმაროს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მერე შეწყვეტს. აი ამიტომ ოჯახს უნდა ჰქონდეს თავისი წყარო. მე ნათქვამი მაქვს, დედაჩემი სულ გვაფრთხილებდა და სიგარებემ შეჩევა სისხლი. არ შეეჩიოთ სიგარებს. ჩემი აზრით თქვენ უნდა ჩამოსწეროთ აღზრდის თავარი პოსტულატები, თავარი საკითხები. რა უნდა იცოდეს, რა უნდა აკეთოს. ძირითადად საორგანიზაციო ჯგუფი მოვედით უწმინდესთან, ისე უკვე 700 წევრი ყავს ორგანიზაციაში და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ უწმინდესმა ძალიან დიდი სიყვარულით და ყურადღებით მოგვისმინა და ძალიან კარგი და სასარგებლო რჩევა დარიგებებიც მივიღეთ მისგან და სამომავლოდ, აი რაც უნდა ვაკეთოთ, დაგვისახა გეგმები და ძალიან მოხარულები ვართ ყველანი და რა თქმა უნდა ჩვენთვის სტიმულის მომცემია და ძალიან ესეთი იმედის მომცემი უწმინდესისგან ესეთი თანადგომა. მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 27 ოქტომბერს ღირს პარასკევას სერბელს მოიხსენიებს. წმინდანი მე-11 საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი კეთილმსახური ბულგარელების ოჯახში დაიბადა და მშობლებმა მას ბრწყინვალე განათლების მიღების საშუალება მისცეს. ერთხელ ტაძარში ღვთისმსახურებაზე მან მოისმინა სახარება, სადაც საუბარი იყო, რომ ვისაც სურვილი აქვს, უფალს შეუდგეს, საკუთარ თავზე კი უარი უნდა თქვას. წმინდანზე ამ სიტყვებმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. ამის შემდეგ ღირსმა პარასკევამ საკუთარი ქონების გლახაკებისთვის დარიგება დაიწყო. შემდეგ კი წმინდა ადგილების მოსაღუცად გაემგზავრა იერუსალიმში და იორდანეს უდაბნოში დარჩა საცხოვრებლად. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე წმინდა დედა ანგელოზის მინიშნებით დაბრუნდა სამშობლოში და წმინდა მოციქულთა სახელობის ტაძართან დამკვიდრდა. სწორედ იქ აღესრულა ღირსი პარასკევა. გარდაცვალების შემდეგ მის წმინდა და უხრწნელ ნაწილებს არაერთი სასწაული მოუხდენია. მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჰერეთის სახლის პროექტის წარდგინება შედგა. აღნიშნული ინიციატივა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული იდეების კონკურსის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის 1 ივნისს დაიწყო, ჰერეთის ელექტრონული არქივისა და ბიბლიოთეკის შექმნას ითვალისწინებდა. ჰერეთის სახლის შემოქმედებითმა გუნდმა აღნიშნულ თემაზე 5 თვის განმავლობაში იმუშავა. პროექტის ფარგლებში განახლდა ვებგვერდი და შეიქმნა ახალი ფოტო, აუდიო, ვიდეო და წერილობითი მასალების ელექტრონული არქივი და ბიბლიოთეკა. იდეის ავტორთა განცხადებით აღნიშნული სიახლით სარგებლობას მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მყოფი დაინტერესებული ადამიანი შეძლებს. ღონისძიების დასასრულს დოკუმენტური ფილმის „კახის ეკლესიების წარდგინებაც“ გაიმართა. შეხვედრა მუსიკალურად ფოლკლორულმა ანსამბლმა „ჰერულამ“ გააფორმა. ამ 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ჰერეთის სახლის ელექტრონული ბიბლიოთეკის, ჰერეთის სახლის შემოქმედებითი ჯგუფის მიერ ელექტრონული ბიბლიოთეკისათვის მასალების მოძიება,
მათი დახარისხება, ერთიანი ბაზის შექმნა, საარქივო მასალების მოძიება, ელექტრონული სივრცის შექმნა და ასევე საველე სამუშაოები, რომელიც საერთო ჯამში თავს მოიყრის ვებგვერდზე, ჰერეთის სახლის ვებგვერდზე, ამჟამად იგი განთავსებულია დომენზე herula.g. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა ჰერეთის ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნას, სადაც წარმოჩენილი იქნება ის ისტორიული ძეგლები, ეკლესია, მონასტრები, რომელიც კახის რაიონში მდებარეობს და გარდა ამისა გაკეთდება არქივი, რომელსაც ნებისმიერ ახალგაზრდას შეიძლება გქონდეთ წვდომა და შესაბამისად მიიღოთ საჭირო ინფორმაცია, რაც მომავალში ასევე ვფიქრობ, რომ ხელს შეუწყობს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობას. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის უნივერსიტეტში ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის, ნობელის პრემიის ლაურეატის შიმონ პერესის სახელობის აუდიტორია გაიხსნა. ოთახი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად გახსნა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აუდიტორიაში ქართულ-ებრაული ურთიერთობების მკვლევართა შეხვედრები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვადასხვა საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებები გაიმართება. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ღონისძიებაზე შიმონ პერესის ცხოვრება და მოღვაწეობაც გაიხსენეს. ჩვენი აზრით ეს არის დასაწყისი იმ პატივის მიღებისა, რომელსაც კაცობრიობა, მთელი მსოფლიო და საერთაშორისო საზოგადოებრიობა გააკეთებს უახლოს წლებში. იმისათვის, რომ ცხოვრება და მოღვაწეობა უდიდესი ადამიანისა, პოლიტიკოსისა და მოღვაწისა შიმონ პერესისა გახდეს არა მარტო მაგალითი ადამიანებისათვის, არამედ ჩვენი ახალგაზრდობის სწავლების საგანი და მათი მომავალი გზის მაჩვენებელი. სურს რომ მადლობა გადაუხადო უნივერსიტეტს პირველ რიგში ასეთი გულთბილი მიღებისათვის და ასეთი გადადგმული ნაბიჯის მნიშვნელობისათვის. ჩვენ კიდევ ერთხელ დღეს დაადასტურა უნივერსიტეტმა ეს კავშირი ორ სახელმწიფოებს შორის, ორ ქვეყნებს შორის, ვინაიდან აცგანსვენებული ბატონი შიმონ პერესი, რომელიც მეცხრე პრეზიდენტი იყო ისრაელის სახელმწიფოში და ორი პრემიერ-მინისტრი ყოფილი, ცნობილი იყო არა მარტო ისრაელის სახელმწიფოში, ის ცნობილი იყო მთელ მსოფლიოში. ევროკავშირის პროგრამა Erasmus Plus-ის საშუალებით ყოველწლიურად სულ უფრო მეტი სტუდენტი სწავლობს საზღვარგარეთ პარტნიორ უნივერსიტეტებში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროგრამა Erasmus Plus-ის საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა. საინფორმაციო შეხვედრის ძირითად მიზანს საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენელთათვის Erasmus Plus-ის პროგრამის ახალ გამოცხადებული კონკურსის პირობების, სიახლეების და მოთხოვნების გაცნობა შეადგენდა. სემინარის მსვლელობისას გაიმართა Erasmus Plus-ის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტების მოკლე მიმოხილვა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ლიდერი, უპირობო ლიდერი ჩვენს რეგიონში. იმ პროექტების რაოდენობით და იმ უნივერსიტეტების რაოდენობით, რომელიც არის ჩართული ამ პროგრამაში, მართალია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ერთი უნივერსიტეტი გვისწრებს და ეს არის კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტი, თუმცა დღესაც გამოვაცხადეთ ეს ფაქტი არის, ჩვენ ვიმუშავებთ იმის მიმართულებით, რომ გაცილებით მეტი პროგრამა და პროექტი იქონდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. საქართველოს ძალიან აქტიურად მონაწილეობდა ტემპუსისა და Erasmus Mundus-ის პროგრამაში. ახალი პროგრამა კი უფრო ფართო თანამშრომლობას გულისხმობს და მოიცავს განათლების ყველა საფეხურს. დღევანდელი სესიის მთავარ სამიზნეს კი წარმოადგენდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები. აგრეთვე განვიხილეთ სხვადასხვა დაფინანსების გზები, მათ შორის სტიპენდიები. საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციის სააპელაციო საბჭო შეიქმნა. ახალი სააპელაციო მექანიზმის დანერგვით დაწესებულებებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების მიზნით ისარგებლონ, რომლის მიხედვითაც მოხდება გადაწყვეტილებების შინაარსობრივი განხილვა და შეფასება. საბჭო დაამტკიცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, ცენტრი მას
მოუწევს ადმინისტრაციულ და ფინანსურ მხარდაჭერას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილებით პირველად მიეცათ საშუალება საქართველოში მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ისარგებლონ ისეთი სააპელაციო პროცედურებით, რომელიც უზრუნველყოფს შინაარსობრივ განხილვას, რასაც წინა პერიოდის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ სასამართლოს მეშვეობით. სააპელაციო საბჭოს და აპელაციის სისტემის შემოღება და დანერგვა ეს არის ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილება და სიამოვნებაში ეს გადაწყვეტილება სრულად ეხმიანება ჩვენი ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებს. და მეტიც ეს მოდელი, რაც დღეს ინერგება და დაინერგა უკვე საქართველოში, არის ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებზე დაყრდნობით. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მანოდარ ჯავახიშვილმა პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტში ძველი და ახალი შუამთის მიმდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. რეაბილიტაციის ფარგლებში ძველი და ახალი შუამთის მონასტრებთან მოეწყო საინფორმაციო ცენტრები, სუვენირების მაღაზია, საზოგადოებრივი სანიტარული წერტილები და ობიექტამდე მისასვლელი გზა. ძველ და ახალ შუამთაზე პრაქტიკულად დასრულებულია სამუშაოები, მოვაწყეთ ტურისტული ინფრასტრუქტურა. მრავალფუნქციური შენობა, სადაც იქნება სამზარეულოც, ანუ იქნება კაფეც, აქ არის საკონფერენციო დარბაზი და არის თქვა ტურისტული სააგენტოსთვის ფართობი, თქვა ტურისტებს აქ მიეწოდოს ინფორმაცია არა მარტო თქვა თელავზე, არა მარტო შუამთაზე, არამედ კახეთში ტურისტული ობიექტებზე, სულ ყველა ტურისტულ ობიექტზე. დიდუბე პლაზას დარბაზმა ირაკლი ალფაიძის დოკუმენტური ფილმის გზა ჩვენებას უმასპინძლა. სიუჟეტი ამსტერდამში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ეხება და სამშობლოდან შორს მათი ცხოვრებისა და ყოფის შესახებ მოგვითხრობს. ფილმში ნაჩვენები კადრები და ემიგრანტთა ინტერვიუები საკმაოდ ემოციურია და მაყურებელს გულგრილს არტოვებს. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ფილმის რეჟისორმა ირაკლი ალფაიძემ დააფუძნა ევრო ჯორჯია ფილმ სტუდიო, რომლის მიზანიც სწორედ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ცხოვრების ჩვენებაა. გზა პროექტის პირველი პროდუქტია. როგორც დღეს ღონისძიებაზე აღინიშნა, სტუდია მალე ევროპის სხვა ქვეყნებსაც მოივლის და სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ ქართველებს და მათ ოჯახებს გაგვაცნობს. ფილმის კომპოზიტორი კოტე მალანია, პროდიუსერი კი ნათია ციყელაშვილია. ყველაზე მთავარი ის არის, რომ აი ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ საქართველოში, რადგან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, მაინც კავშირში იყვნენ ქვეყანასთან, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი კონტაქტი სამშობლოსთან, ძალიან ცოტა წყინს, ძალიან ცოტა უხარიათ, ამიტომ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ აი ამ ხალხს. რაც შეეხება დღევანდელ ფილმს, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, გადავიღე ამსტერდამში, იქ მცხოვრებ ქართველების შესახებ ყავს რამდენიმე რესპონდენტი, პერსონაჟი ფილმის. აქ არის ოჯახი ქართულ-ამერიკული, რომლებიც ცხოვრობენ ამსტერდამში, აქ არის ავხაზეთიდან დევნილი ოჯახი, რომელიც ასევე ამსტერდამში ცხოვრობს, არის ძალიან საინტერესო მუსიკის პედაგოგი, ასე რომ ძალიან მრავალფეროვანია ფილმი.